ციხეში რო ვიყავი ისე კიდევ ერთჯერ მინდა ქალბატონ შორენას დიდი მადლობა გადაუხადო. აი პატრიარქის სიტყვები, პატრიარქის უშუალოდ პატრიარქის ხელის მოწერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პატრიარქსაც კი გაუკვირდა ციხეში რატო ვიყავი, მაგრამ მაგაზე ახლა ჩვენ დღეს არ ვისაუბრებთ და თქვენ ხომ მითხარით, რომ ბევრს აინტერესებს, ბევრი წერს, რომ თუ რატო მოვხვდი მე ციხეში, ამასაც ხვალ და ზეგ ჩვენ დავждებით და მოვყვებით და ზუსტად გაიგებს ადამიანები, თუ რატო ვიყავი იქ. აი ესეც არის ბიბლია. ესეც დაბადების დღეზე მაჩუქეს და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება ბურთები, ეს ჩემი ხობი არის ბავშვებს, ახალგაზრდებს ჩუქნი და იმიტომ უყვარხარ ყველას თუ რაღაცას გააკეთებ ისეც. ახლა კოტე, ბებიას რა ვაჩუქოთ? სვამს ბებია შენი. უყვარს, მინი, კეიფი უყვარს. კოტე, მოდი აბა დამეხმარე. რა ვაჩუქოთ ახლა ჩვენ ბევრი რაღაცა გვაქვს და რა ვაჩუქოთ კოტე? მოდი დამეხმარე. მოდი ახლა ჩვენ ვაჩუქოთ რა. ისეთი რა მოვაჩუქოთ, მოდი. რაღაცასაც ერთ დროს რაღაც რომ მოიგოს ისეთი, ხო? ეს არის ჩვენი აი ამაში რაღაც საჩუქრებს რო ვაძლევთ, თქვათ, ვინ ჩვენ გვიყვარს, იმ ხალხს აი ამ ყუთში დებთ. ბებია, ამას შენ გიგზავნით, ნინო, რომ ესეთი კარგი გაზარდეთ. ერთი წუთით, აი როგორი საჩუქარია? ნინი, ერთ დროს ხომ მოვალ შენთან სტუმრად და იქ უნდა ბებიამ თქვას, რომ ეს გამომიგზავნა გელა ბარკალაიამ. ახლა მეორე საჩუქარი რა იქნება? აი, გადები კოტე. აი, მეორე საჩუქარი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბებიამ 200 წელი უნდა იცხოვროს და ამით უნდა დალიოს ჩაი. ბებია ამასაც გიგზავნით და ესეც რაღაცას იგებს მერე და ესეც შენი საჩუქარია. აი, ანი, პატარა გოგოა, რამდენი წლის ხარ ანი? 18 წლის არის ანი. აი, რატომ შეაყვარა მთელ მათემატორს თავი? რატო უყვარს? არც მამას ვიცნობდი, არც დედას, არც ანის. გოგო, მოვიდა, გავიცანით, მივიღეთ სამსახურში და დღეს მთელ კომპანიას უყვარს. რატომ? იმიტომ რომ თვითონ უყვარს შრომა. ყოველ დღე